კავშირი არ აქვს. არავითარ. ხო? ამიტომ პავლე და ქრისტიანები თვლიდნენ, რომ ვინ ძლიერია რწმენაში, ჭამს ყველაფერს. იმ ნაკერპავ ხორცსაც კი. და ვინც უძლურია რწმენაში, ვინც ჯერ ეს ვერ გაიგო, რომ პირიდან შემავალი კი არ შებიცავს კაცს, არამედ გულიდან რაც გამოდის ის შებიცავს კაცს, იმას ეშინია იმ ნაკერპავის ჭამა და არ ეკარება იმ ხორცს. ამიტომ პავლე ამბობს, რომ ის ჯერ სუსტია რწმენაში. ჯერ მან ეს ვერ შეიცნო. ამიტომ ნუ განიკითხავ, თუ ის მხოლოდ წვანილს ჭამს და მცენარეულს ჭამს და იმ ხორცს არ ეკარება, ნუ განიკითხავ. მოვა დრო, იმასაც შემეცნება, მასაც მოუვა და მასაც აღარ შეეშინდება ამ ყველაფრის ჭამის. ამიტომ შენ ნუ გიკითხება იმას, რომ განიკითხავ. დაეცემა თუ წამოდგება ღმერთისა, ღმერთის მსახურია ის, ამიტომ ნუ განიკითხავ ერთმანეთს ამბობს. ზოგი მაგალითად ერთ დღეს მეორესგან ასხოვებს. ზოგს ისეთი მეხსიერება აქვს, მაგალითად ესეთი აღქმა აქვს სამყაროში, რომ გუში რა მოხდა და ერთი კვირის წინ რაც მოხდა, კვირას ახსოვს, ხომ გირახეთ ესეთი ადამიანები. ზოგისთვის ყველა დღე ერთნაირია, ანუ ადამიანები განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. აღქმა მათი და გრძნობელობა ადამიანების განსხვავებულია, ამიტომ ყველა კაცი თავისი გონებით იყოს სრული, ამიტომ ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს. არც ერთი ჩვენთაგანი თავისით არ ცოცხლობს და არც არავინ კვდება თავისთვის. არამედ თუ ცოცხლობთ, უფლისთვის ცოცხლობთ, თუ კვდებით, უფლისთვის კვდებით და ამიტომ ცოცხლობთ თუ კვდებით, უფლისანი ვართ. ესაა მთავარი. რადგან ქრისტე იმისთვის მოკვდა და აღდგა და ცხონდა, რათა იყოს უფალი ცოცხლებისაც და მკვდრებისაც. ანუ ცოცხალნი ვართ თუ მკვდარნი ვართ, ღმერთს ვეკუთვნით ჩვენ. ამას ამბობს პავლე. სიკვდილშიც და სიცოცხლეშიც. ხოლო შენ რა განსჯი შენსავე ძმას? განსჯი რას ნიშნავს? რატომ ასამართლებ შენსავე ძმას? ანუ რატომ განიკითხავ მას? ან შენ რაღაც შეურაცხყოფ შენსავე ძმას? რადგან ყველანი წავსდგებით ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, ვინაიდან დაწერილია ცოცხლობ, ანუ ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი და ჩემს წინაშე მოიყრება ყველა მუხლი და ყველა ენა აღიარებს ღმერთს. საბოლოოდ ყველას მოგვიწევს პასუხისგება ღვთის წინაშე. იქ მოგვიწევს მუხლის მოყრა, ამიტომ ამაზე ვიფიქროთ. ნახეთ, ხოლო თუ საჭმლისთვის წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. გესმის? შენ თუ ახლა მეორე მომენტი სხვა ეპისტოლეში ამბობს პავლე ამბობს. აი მაგალითად, შენ შეხვედი იმ საკერპოში, სადაც მსხვერპლისთვის წარმართული ღმერთებისთვის, ზევსისთვის შეწირული ხარია დაკლული და დაიდგი ეს მოხარშული ხორცი იქიდან და ჭამა. გამოიარა შენმა ძმამ, ქრისტიანმა მეორემ, რომელიც ჯერ რწმენაში ისეთი ძლიერი არ არის. და ხედავს, რომ ზიხარ ამ ზევსის საკერპოსთან არსებულ დუქანში და ჭამა ხორცს. ხო დაბრკოლდება. ხო ცოდოა, რომ დაბრკოლდება, რა იფიქროს, აღარ იცის, შეიძლება წავიდეს, აღარ მოვიდეს ეკლესიაში, ხომ როგორც ხდება ხოლმე. ამაზე ამბობს პავლე მოციქული. თუ საჭმლისთვის წუხს შენი ძმა, იმ საჭმლისთვის, სადაც შენ ჭამ, იმიტომ რომ იცი რომ არაფერს არ გავნებს, წმენაში ძლიერი ხარ, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულს, ეს უკვე სიყვარული აღარ არის. საჭმლით თუ დაღუპავ მას, საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე, ნუნც დაიგმობა თქვენი სიკეთე. რადგან ღმერთის სასუფეველი სასმელ საჭმელი კი არა, არამედ სიმართლე, შვიდობა და სიხარული სული წმინდაში. ეს უნდა გვახსოვდეს, გესმით? ყველა საჭმელზე, ყველა გარეგნულზე უმეტესი არის შვიდობა, სიმართლე და სიყვარული. ამიტომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ამას ამბობს პავლე მოციქული. ხო თქვენს მომიყოლია ახალი გვდელი რო ვიყავი, ესეც საქმე ჩავიდინენ. მაგრამ მივედი ოჯახში სტუმრად და ახალი ნაყოფი ოდელი ვიყავი და მარხვაში არასამარხო მოიტანეს. მე ხა ვიცოდი რომ მასპინძელი არ უნდა ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში. და მივირთვი ეს არასამარხო, იმიტომ რომ მომიტანეს და ჩემთვის მოამზადეს და მე მეორე დღეს შემოძღვარი მეუნება რომ რატო გააკეთეო ესე? რა გავაკეთე მეთქი კაცო, ოჯახს გაუფრთხილდი მეთქი. იქაო ერთი ბიჭი იყო მორწმუნეო და მე გამოვიდა და თქვა ეს რანაირი უღლები არიან, მარხვას არ უღებებთ.
მე ხა ვეღარ გავიგე, ამას გაუკითხილი თუ იმას გაუკითხილი. საბოლოოდ ორივე დავაბრკოლე, გესმით, მაგრამ ძალიან ფაქიზი, ძალიან აი ესეთი გზნობიარები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რომ საუკეთესო გავაკეთოთ იმ დროს, ალბათ იმ ჯობდა იმ დროს რომ არ დამერღვია მართლა. მე რო ვფიქრობდი, ეს იყო დაახლოებით 20 წლის წინ. ალბათ ჯობდა არ დამერღვია, მე მენახა რომ მორწმუნეები არიან და ჯობდა არ დამერღვია. ამიტომ ახლა ხალხს ვეუბნები ხოლმე ყველას რომ როცა მიხვალთ სტუმრად და მახვის დროს არასამართლოს მოგიტანენ, გადახედეთ ვისთან ერთად ხარ. გესმით? გადახედეთ. თუ მორწმუნეების სუფრაზე ხარ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიო მართვა. აგან მორწმუნეებისთვის მაგალითი უნდა იყოს უდელი, რომ მართვაში იქცეო. მაგრამ თუ მოხდი ურწმუნოებთან, ათეისტებთან, უცხოელებთან, ვიღაცებთან და წარმოდგენა არ აქვს ამას და მეტი არაფერი არ აქვს იმ სუფრაზე, ნუ იქ იმ შემთხვევაში იმ მომენტში ხარ მოგიწევს დარღვევა, გამოხვალ იმ სუფრიდან და გააგრძელებ ისევ მართვას. ხო, ეს კონფუქციონი თუ მე ოჯახის ხარეზე ხო იმან ვერ გაიგო ალბათ მორწმუნე ადამიანი. ალბათ ვერ გაიგო, კი, მაგრამ ეს ოჯახის ხო, ხო, მაგრამ ეს ოჯახი საქართველოში ხდებოდა ეს ყველაფერი და ქართველები იცოდნენ მან რომ მათ რომ არ ყაიყო და ამიტომ ასე არ ჯობდა ასე ალბათ. მაგრამ ყველა ჩვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ იმ დროს რა არის უკეთესი, რომ არც დავაბრკოლოთ, არც მენაში ხელი შეუშალოთ და არც შეურაცხყოფა მივაყენოთ ვინმეს, ხო? შემდეგ ამოვს მე-15 თავში. ცოტაღა დარჩა, სულ ცოტაღა. ამიტომ ჩვენ ძლიერებს გვმართებთ, მოვითმენდეთ უძლურთა უმწეობას, მაგრამ არ უნდა ვეძებოთ საკუთარი სიამოვნება. ყოველი ჩვენთაგანი უნდა ცდილობდეს ამოს მხოლოდ მოყვას მის და სასიკეთოდ და დასამოძღვრად. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც დაიწერა, შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს. ანუ ქრისტე შეეძლო პატივცემული ყოფილიყო. ნეტარებაში და სიამოვნებაში გაეტარებინა ცხოვრება, მას შეეძლო, რატომ შეეძლო, იმდენი მიმდევარი ყავდა, მაგრამ არა, მან სხვისი სიმძიმე იტვირთა და შენი მაგინებლის გინება მე დამატყდა თავს, ანუ ადამიანების თვირთი აიღო თავის თავს და გეუბნება ახალი აღთქმა ქრისტეს ჯული პავლეს პირით, რომ თქვენც ასე მოიქეცით თქვენს მორწმუნე ქრისტიანებს შორის. პავლე შემდეგ წერს, რომ მაპატიეთო ძმებო, ნახეთ როგორი ადამიანია პავლე, აი აქვე ჩანს მისი შინაგანი ბუნება, ხო? წინა თავებში პავლე საკმაოდ მკაცრად წერს ებრაელებსაც, რომაელებსაც, ამხილებს, შეაგონებს. შემდეგ აი დასასრულს ამობს, რომ მაპატიეთ ცოტა არ იყოს კადნიერად მოგწერეთ ძმებო. ცოტა არ იყოს მეტი მომივიდაო აი ჩემი დარიგებებშიო. თითქოს იმიტომ, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ, რათა ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართა მიმართ და ღვთისსახარების მღვდელმოწამე, რათა წარმართა შენაწირი კეთილსასურველი იყოს ღვთისათვის განწმენდილი სული წმინდის მიერ. პავლე ამბობს, რომ მე წარმართა მოციქულად მომიწოდა ღმერთმა, 12 მოციქული ხო იყო ისრაელის 12 შტომისთვის და მე ღმერთმა გამომარჩია წარმართა მოციქულად, ამიტომაც მინდა რომ წარმართების მიერ შეწირული მსხვერპლიც სათნო იყოს ღვთის წინაშე და ამიტომ წერთ ასე და ბოდიშს უხდის რომ ცოტა კადნიერად მომივიდა თქვენთან საუბარიო. შემდეგ ამბობს რომ მრავალგზის შემეშალა ხელი თქვენთან მოსვლაში. პავლე ამ დროს რომში ჯერ ნამყოფი არის. წარმოიდგინეთ პავლე იერუსალიმიდან წამოვიდა, პავლე თვითონ კილიკიიდან იყო. კილიკი არის სამხრეთ თურქეთის ტერიტორია დღეს და ჩვენ რომ წარმოიდგინოთ, მთელი თურქეთის ტერიტორია იყო რომის იმპერია. ბერძნული ენოვანი სამყარო, ხო? და იქ სხვადასხვა ხალხი ცხოვრობდა, გალატელები, კილიკიელები, პამფილიელები, სხვადასხვა ხალხი ცხოვრობდა. და პავლე იყო კილიკიიდან სამხრეთ თურქეთის კაბადოკიაც იქვე იყო, ნინო, წმინდა ნინო საიდანაც იყო წმინდა გიორგი. და პავლე აი რომიდან იერუსალიმიდან რომ წამოვიდა, აი ამ მხარეში ბერძნულ ეროვან სამყაროში, ანუ წარმართა მოციქული იყო, მათ უკან დაგებდა. და როგორც ჩანს ეფესოდან წერს ამ რომაელებს ამ წერს, ეფესო არის დღევანდელი იზმირთან ახლოს იყო. იზმირი სადაც არის თურქეთში, იქ იყო ეს ქალაქი და წერს რომ მრავალჯერ შემეშალა ხელი თქვენთან მოსვლაში. მაგრამ
რაკი ამ მხარეში აღარ მაქვს ამნაირი ადგილი, დიდი ხანია მსხურს თქვენთან მოსვლა. ამიტომ ესპანეთს გავემგზავრები თუ არა, თქვენთანაც მოვა, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გავლით გიხილავთ და კიდევაც გამაცილებთ, როგორც კი დავკვირვებით თქვენთან ცოტა ხანს ყოფნით. და პავლე ამბობს, რომ ესპანეთში რო წავალ საკადაგე მისიონერული მოგზაურობით, რომში გამოვივლია აუცილებლად და მართლაც რომში ჩადის შემდეგ პავლე. ჩვენ ამას ვხედავთ მოციქულთა საქმეში, რომ რომში პავლე 2 წელი ჩერდება შემდეგ და იქაურ რომაელ ქრისტიანებს თავადაც ხვდება. რათა გადაურჩე ურწმუნოებს იუდეაში და ჩემი მსახურება იერუსალიმისთვის კეთილად შეიწყნარონ წმინდებმა. რათა ღვთისნებით სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან ერთად, ხოლო ღმერთი მშვიდობისა და იყოს ყველა თქვენთან და ამინ. რათა ნახეთ რაცავს, რათა გადაურჩე ურწმუნოებს იუდეაში. იერუსალიმში ამ დროს უკვე პავლეს მოკლა აქვს გადაწყვეტილი. რამოდენიმეჯერ თავდასხმაც კი განახორციელეს, რომ მოეკლათ პავლე და იქაურმა ნაცვალმა, რომის იმპერატორის ნაცვალმა, მეფემ, პროკურატორმა, ასე ვთქვათ, ფესტუსმა, რომ დაინახა, რომ ამის მოკლა უნდა. ამ პავლემ კიდე მოითხოვა, რომ მე რომის მოქალაქე ვარ, რომაელის პასპორტი აქვს პავლეს, მე რომაელი ვარ და მე ვერ მომკლავთ აქ თქვენ, არა გაქვთ უფლება, რომის იმპერატორის სასამართლოს ვითხოვ და თუ რომის მოქალაქე იტყოდა, რომ რომის იმპერატორმა უნდა გამასამართლოს, მე არავის აღარ ქონდა უფლება, რომ გაესამართლებინა და რო დაინახა მართლმა პროკურატორმა იუდეის ადგა ჩასვა გემზე და გაუშვა რომისკენ. და მართლაც პავლეს უწევს რომში ჩასვლა, ჩვენს ხო წავიდეთ მოციქულთა საქმედან და რომში 2 წელი ელოდება პავლე თავის მბრალდებლებს, ვინ არიან მბრალდებლები? უდამთავრები, ფარისევლები, წიგნობრები. უნდა ამბობენ, რომ ეს კაცი რჯულს, ჩვენს ჯულს შეურაცხყოფს და უნდა ჩავიდნენ ესენიც, რომ ბრალი დასდონ რომში. და 2 წელი ელოდება იქ და იქ რო ელოდება, იმ დროს ხვდება რომაელ ქრისტიანებს, ებრაელებს, რომაელებს, პავლე და ესენი არ ჩადიან. მისი მბრალდებლები რომში არ ჩავლენ და 2 წლის შემდეგ პავლეს გაათავისუფლებენ. და როგორც ჩანს, შემდეგ ნერონის დროს, რომ დევნა დაიწყება ქრისტიანების, იმ დროს პავლეს თავს მოკვეთენ, დასჯიან სიკვდილით, როგორც ქრისტიანს. შემდეგ მე-16 თავის არის ბოლო თავი რომაელთა ეპისტოლეში. პავლე რატო არის თავი საინტერესო? უგზავნის მოკითხვებს რომში მცხოვრებ ქრისტიანებს და ამბობს, ნახეთ, შეგავედრებთ დასჩვენსას ფეიბეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს, ანუ იქ ჩასულია უკვე ეს ფეიბე და პავლე წერს, რომ ვიცნობ მე მას. პავლე ახსენებს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც მანამდე შეხვედრია აი ამ ბერძნულ სამყაროში, იმ რომის იმპერიაში და რომაელებს ეუბნება, რომ ამისგან გითვლით მოკითხვას, რომ ერთია ეკლესია გესმით და ჩამოთვლის აქ საინტერესო რა არის, ნახეთ, მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემი ძვირფასი უფალში, ან რომშია ეს ამპლიასი, პავლე იცნობს. მოიკითხეთ ურბანუსი, თანამოღვაწე ქრისტეში და ძვირფასი სტახისი, ყველაფერი არის ბერძნულ რომაული სახელები, ეს ვისაც ამბობს. მოიკითხეთ აპელესი, რჩეული ქრისტეში, მოიკითხეთ ჰეროდიონი, ტრიფენა, ტრიფოსი, მოიკითხეთ რუფუსი, რჩეული უფალში და ამბობს, რომ გემოდარებით ძმებო, რომ შეიწყნარეთ ესენიო, ვისაც ახსენებს, როგორც მორწმუნე ქრისტიანები. ეს ტრადიცია შემდეგ ეკლესიაში დაამკვიდრდა რა სახით, იცით? აი, ყველაფერი ჩვენი ხომ სახარებიდან არის ამოსული. აი, ყველა კანონი, რომელიც ეკლესიაში ამოდის იქიდან. აი, მაგალითად, მე თუ მღვდელი ვარ, ხო? საქართველოს ეკლესიას ვეკუთვნი. ან ვეკუთვნი გერმანია, ავსტრიის ეპარქიას, ხო დღესნე. მე არ მაქვს უფლება, რომ წავიდე ასე და სხვა ეპარქიაში გადავიდე და იქ დავიწყო მსახურება. ჩემმა უდამთავარმა უნდა გამატანოს აი ეს რეკომენდაციის წერილი, რომ გიგზავნი აი ამას და გთხოვ შეიწყნარე, იმიტომ რომ სანდოა ამ სარწმუნოების აღმსარებელია და აი დღეიდან ჩამოვა სიტყვაზე ამერიკაში და მიიღეთ, აი როგორც პავლეს წერს იმ თავის ნაცნობის, გესმით? ეს ტრადიცია, ცნობილი ტრადიცია ეკლესიის, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ. აი ხა თეარო წავიდეს მაგალითად რომელიმე სამრევლო, დუსელდორფის სამრევლოში მაგალითად რომ წავიდეს, მე მამა ისეს მაგალითად მივწერდი და ვეთყოდი, რომ აი ჩვენი მგალობელი იყო, კარგი ადამიანია, მორწმუნე, ერთგული რაღაცა და მიიღეთ სამრევლოში და შეიწყნარეთ. ეს წესია ეკლესიაში.
აი ხანდახან იციან ხოლმე რომ აი შემოვა უცხო ადამიანი ეკლესიაში და პირდაპირ მოვა და უნდა რომ ეზიაროს. არ არის ეს წესი. უნდა ჯერ მოხვიდე, გაგვეცნო, ვიდან ხარ? საიდან მოხვედი? რა გწამს? რომელ სამრევლოდან მოხვედი? გესმით? ჩვენ ერთმანეთს უნდა პიროვნული უნდა იყოს ჩვენი ქრისტიანობა და პიროვნულად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს და საიმახსოვრ მე რო ზიარებას დროს რომ მოდიან ხოლმე მორწმუნეები, ყველას სახელს ვამბობ, თითქმის ყველას სახელი მახსოვს. უნდა ეს ასე უნდა იყოს. ის ჩემთვის უცხო კი არა ვიღაც ქრისტიანი, რომელიც ჩემთან ერთად ეზიარება. მე უნდა ვიცოდე ის ვინ არის, საიდან არის, საიდან მოვიდა, რა სწამს, როგორ სწამს, ხომ ასეა? ხო მეტახოვეთ თამაში. ამიტომ აი თქვენს თუ მოგიწევთ სხვა ქალაქში გადასვლა როდისმე, მიდით ამ ეკლესიაში, გაეცანით მღვდელს, მამაოდელს, მორწმუნეებს, გაეცანით თქვით რომ აი მე ვარ ეს, აქ ვიყავი, ამდენი ხანია ეკლესიის წევრი ვარ, ეს ძალიან კარგია და ეს ასე უნდა იყოს. ნახეთ და ბოლოს ასე მთავრდება, მადლიუფლის ჩვენის იესო ქრისტესის ყველა თქვენთაგან ამინ. ხოლო მას ნახეთ ერთი ადგილი უნდა მე თქვა თქვენ გემუდარებით ძმებოდადე გემუდარებით რაზე აფრთხილებს წერილის დასასრულია და ბოლოს აფრთხილებს რაზე პავლე ერიდეთ განხეთქილებასა და სასტურის მოქმედ ხალხს ერიდეთ განხეთქილებას და სასტურის მოქმედ ხალხს წინააღმდეგ მოძღვრებისა ყველა სასტური კი არა მოძღვრების წინააღმდეგ სასტური ვისაც შემოაქვს აი იმ ხალხს ერიდეთ რომლითაც განსწავლული ხართ და განეშორეთ მათ. რადგან ამნაირნი უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. აი არ მინდა ხოლმე ვახსენო ხოლმე, მაგრამ აი მაგალითად რასაც აკეთებს დღეს ის მამა ნიკოლოზი ნარიმანს რო ეძახიან, ხო, აი ეგ არის ზუსტად ეს. აიყოლია ხალხი იმ რაღაცა იმეებით, რაღაც მოქმედებებით, თვითონ უთხოვნითი დუმარებით, იმით ამით რა გააკეთა? გახეთქილება შემოიტანა ეკლესიაში და ნაწილი რაღაცა დიდი ნაწილი ღმერთ მადლობა ღმერთს არა, გააშორა ეკლესიას. სრულ მოძღვრებას ასწავლის რაღაცებს, რომ ეს თვითონ ქრისტეა, თვითონ გამოჩნდა უკვე, თვითონ მეფეა, თვითონ ბაგრატიონია, ათასი სისულელე. და იქ სადარბაზოში დგანან საწყალი ეს ხალხი, რაღაცებს ღერიან, გალობენ, რაღაცებს აძლევს, იქ ურიგებს ასანთის ღერებს. ეს რა კავშირია თამას მოძღვრებასთან? არაფერი, ხო? პავლე ამბობს, რომ აი ამასეთ ხალხს ერიდეთ. მოძღვრებას ვინც ამახინჯებსო და ამითი შემოაქვს განხეთქილება. გესმით? მოძღვრების ამახინჯება არის დიდი უბედურება. ამიტომ ჩვენ ფხიზლად ვიყოთ, როცა რაიმე ვიღაც რაღაცას ახალს ხანდაგებს ჩვენთან ღმერთმადლობა წერა არ არის? აუცილებლად შევამოწმოთ ბიბლიასთან. ასე წერია ბიბლიაში? ასეა მართლა? თუ რაღაცა მისი საკუთარი აზრებზეა დაყრდნობილი ის ადამიანი. ღმერთს ერთსა და ბრძენს იესო ქრისტეს მიერ დიდება უკუნითი უკუნისა. ნუ ღმერთს ერთადერთს და ბრძენს იესო ქრისტეს მიერ დიდება უკუნითი უკუნისა. რა ნიშნავს ეს? იესო ქრისტეს მიერ. აი ისე როგორც ქრისტემ გვასწავლა. გესმით? ღმერთის დიდება ჩვენი ისეთი უნდა იყოს, როგორც ქრისტემ გვასწავლა. ქრისტეს მიერ, ხო? აი დღეს მე ხო ვახსენე ქადაგების დროსაც რომ მამას უნდა ვთხოვოთ შენი ძის იესო ქრისტეს სახელით გევედრებით, შეგვისრულე, მოგვეცია ეს. დიდებაც მისი ძის მიერ უნდა შევწიროთ. ღმერთს ასე გვასწავლა პავლმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ეს არის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს დასასრული. მე მაინც ადგილ-ადგილ შევძელი ყველაფრის ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ იცით თქვენც ჩაუჯექით ამას. შეძლებთ, არაფერი სირთულე ამაში არ არის. ერთხელ წაკითხვით რომ რაღაცა გაუგებარი დარჩება, აი ჩემი გამოცდილება, აი თუ შეიძლება, თუ უფლება მაქვს რომ გითხრათ, ერთხელ წავიკითხე და ვერ გავიგე, ხო? აცალი 1-2 დღე გაიყვანე, შემდეგ კიდევ წაიკითხე იგივე. კიდევ გაიყვანე, კიდევ წაიკითხე. აი როგორც ყურძენსო ჩაყრი იმაში ხო უნდა დუღს და ხო უნდა დამაჭერდებს, ხომ ასეა? ხო? და სულ ბოლოს გადმოდის ეს ნამდვილი პროდუქტი, ხო? ღვინო, ხომ ასეა? აი ჩვენ რომ სიტყვებს, ღვთის სიტყვას რომ ითხოვობთ, ზუსტად იგივე პროცესი ხდება. დამიჯერეთ. აი დუღს, შენ ვერც კი ხვდები,
რაღაცა დროის შემდეგ სუფთა ღვინო გადმოვა. ანუ ის ნამდვილ აზრი გადმოვა შენგან, უკვე იცი ზუსტად ხვდები რა წერია ამაში. გესმით? აი ასე მოქმედებს. თავიდან დუღილის პროცესში ნუ მიაგდებ და ნუ იტყვი, ეს რა არის, ვერ გამიგივა. არა, აი მაჭასაც ხო არავინ არ დალევს, ხო? სანამ არ გაიწმინდება, სანამ არ გაფილტრა, ხომ არავინ არ სვამს. აი ზუსტად ესეა ღვთის სიტყვაც. ჩვენში ჩამოდის და რაღაცა დაჯდეს ეს, ადუღდეს და ბოლოს სუფთა აზრი, სუფთა პროდუქტი, სუფთა ღვინო, შეიძლება ღვინოც უწოდოთ ამას, გადმოდის და უკვე ვიცით ღვთის სიტყვა რას გვეუბნება. ხომ ასე? შეგვაძლებინოს ღმერთმა ყველას. დღეს ამით დავასრულოთ. მე მგონი და მადლობა ღმერთს, ეს უდიდესი რაღაც გავაკეთეთ ჩვენ. ყველაზე დიდი ეპისტოლე, ყველაზე რთულად გასაგებიც, როგორც ამბობენ, ჩვენ გავიარეთ და შევძელით, მე მგონი რომ ერთი 80% მაინც გავიგეთ რა სამომოს პავლე. მადლობა თქვენ ყველას ყურადღებისთვის და დიდება ღმერთს.